აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან დიმიტრი ემუხვარის 145 წლის თავს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, არზაყან ემუხვარის შთამომავლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა არზაყან ემუხვარის სახელობის ქუჩაზე გადაინაცვლეს. პატივი მიაგეს ღირსეული მამულიშვილის ხსოვნას და მისი სახელობის სკვერი დაასუფთავეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ბატონი არზაყან ემუხვარი. პიროვნება, რომელსაც აქ დიდი წვლილი შეტანილი იმაში, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დღეს არის საქართველოს შემადგენლობაში. როცა ის გახდათ აფხაზეთის სახალხო კრების თავმჯდომარე, მან მიაღებინა აფხაზეთის კრებას გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით. ხოლო მიმდინარე წელი არის 155 წელი დაბადებიდან მისი და დღეს სიმბოლურია, რომ თქვენ დღევართ იმ ბიუსტთან, იმ მონუმენტთან, რომელიც მისი დაბადებიდან 125 წელთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერია ბატონ დავით არმანიას მეშვეობით აქ დაიდგა. დედაჩემი იყო დის შვილი, არზაყანის დის შვილი. ეს დიდი პიროვნება, ჩემთვის დიდი სიამაყის მომგვრელია ეს, რომ მე ვარ შთამომავალი ერთ-ერთი. ჩვენი სკოლა ყოველთვის ცდილობს, რომ დაინიციროს ესეთი ღონისძიებები, რომლებიც ეხება ჩვენ გმირებს, განსაკუთრებით ჩვენი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან. ამიტომ ჩვენ ცდილობთ, რომ ახალგაზრდებში მომავალ თაობაში ამ გმირების პატარა ისტორიები, მათი საგმირო საქმენი გავიხსენოთ, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.